მოგესალმებით ყველას, დაბრუნდი ისევ. ხო. დაბრუნდი ისევ Mafia 3-ით და დღეს თამაშობ ესე იგი უკვე მე-6 ეპიზოდს. ეხლა რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ გაიხსნა უკვე წესიერი მისიები, ანუ ესეთი უაზრო მისიები აღარ იქნება. და უნდა მოვკლათ ეხლა ჩვენ დუშეტიოთ რაღაც ეგრე ქვია რა მაგ ადამიანს, რომელსაც აი მაპზე ნახავთ აგერ წერია. და როცა შეუტიეთ ეხლა ჩვენ ამათ, ანუ როცა გავანადგურეთ ეს გავანადგურეთ რა, ხალხისგან დავცალეთ, ვინც პრები იყვნენ ჩვენი. როგორ ჩანს მე მაგაცმა წაიყვანა თავისი ხალხი და შეაგროვას რაღაცა პარკში. ეხლა უნდა მივიდეთ ჩვენ მაგ პარკში. რადგანაც არ მიჩვენებს რუკაზე თუ როგორ უნდა მივიდი აქ, მაგრამ სულ ეგრე. და მოვკლათ უკვე ეგ მთავარი ვინც არის რა. დიდი ხანი არ მითამაშე, სხვადასხვა რაღაცა 4-5 დღე იქნება და როცა მაგდენი ხანი არ თამაშობ რაღაცა story თამაშს, რაც ისტორია შეეხება და სიუჟეტს, მე ასეთ ისე გავეცლება. სიუჟეტს კიდე რა შეეხება? ბევრს მოწონს რატომღაც ეს cyberpunk-ი, მაგრამ მე რო ვითამაშე, აი როცა სანამ გამოვიდოდა დაჟე 1 წლით ადრე ვიყიდე ეგ თამაში რა. და ეგ იყო 2019-ში თუ 20-ში, აღარ მახსოვს ზუსტად, აი პროსტა რამდენი ხანი გავიდა, დრო მიფრინავს, ისე ჩქარა გადის. აღარც კი მახსოვს. მაგრამ მე არ მომეწონა რატომღაც და არ ვიცი. ეს ქალი აგერ არის. და ვიღაცა საწამებს. თუ რომელიღაცა პერსონაჟი არ მეცნო და არ ვიცი. ხალი, ამაში ესე ქვიაო. რიჩი დუსეთზე ვლაპარაკობდით ჩვენო. მისმინეთ, მე არაფერი არ მიქნია. არაფერი არ ვიცი. უბრალოდ შეინოვდი და ამან დამიჭირაო. შენ Dixie Mafia-დან ხარ? არა, კი. ნუ ფულის გამოქვენიო გესმის? არანაირი პერსონალური დამოკიდებულება თქვენს მიმართ. იარაღიც კი არა მოხსო. დუსეთი სად არის? პარკში არის აქედანო. ბონსადეში მანდრას აკეთებს. რაც გავიგე არის რომ ყველაფერს ანგრევო შენო და ჯორჯიო კიდე ვარფესში არისო რაღაცა. მოგეთ ყველაფერი აიღო რა მაგ დუსეთმაო წავიდაო რაღაცა დაიმალაო თავის კოკაინთან ერთად. რამდენი კაცი ყავსო და არ ვიციო ზუსტად. ალბათ ბევრიო. ხო არ მიქნა არაფერიო რა. He could warn Doucette. He ain't no threat to nobody. Let him run back home to his mama. If you wrong, there'll be hell to pay. შეიძლება დუსეთი გავრთხილოსო, მაგრამ უნდა არავის არ გავრთხილებს, ეგო წავავდე და მისთან ოსახშიო და თუ ცდარი ხარო, მაშინ ცუდად იქნებაო შენი საქმე, ამ ქალმა გითხრა აგერ. აი. ესენი არ მაინტერესებს. გითხრა უკვე ლოკაცია, სადაც არის ეგ დუშეტი თუ ვიღაცა. ნუ Dixie Mafia როგორც თუ უკვე ახალი რო შეიქმნა, გიორგი რო არის მაგათი მთავარი. და გიორგი კიდე ვინც არის და არის დასაწყისში ვისთანაც ერთად ვიყავით რა ეგ ადამიანია. ეხლა უფრო საინტერესო იქნება რა ის მისიები, აი წინა 2 ეპიზოდში რაც ქონდა, ეგენი იყო რაღაც საშინელება. ეგენი ვაფშე რო გამეკეთებია ვიდეოს გარეშე უფრო აჯობებდა, მაგრამ რავი, მეთქი ბარემ რაღაცს ვიღებ, ვარემ იყოს ეგ ვიდეო, უბრალოდ ეგ ნაწილებიც ხო და მაგით დავამატე. კიდე რაღაცა მინდოდა რომ მეთქო, მაგრამ დამაუწყდა. ნუ პრინციპში ეგ არ იყო საქმელი, მაგრამ მაინც. სამართლიანად შეეხება რაღაცა საზაფხულო ფაზა კლავები რო არის. ასე თუ ისე იმაზე მეტი თამაში ვიყიდე, რამდენიც უნდა მეყიდა. ნუ ეგრე გამოდის, იმიტომ რომ ბევრი თამაში მაქვს რა. და ყველას რა თქმა უნდა ვერ ვითამაშებ. ვიდეოს გადაღებაც კიდე მინდა ყველაზე, მაგრამ როგორც უკვე იცით, ანუ ეხლა მე რომ მარტო ვიყო და ასე შემდეგ რაღაცა ისეთი ხო ხდებით, ანუ გადავიღებდი ყოველდღე 1-5 ვიდეოს მაინც და ეს რო ჩემი სამსახური იყოს კიდე, ანუ ამით ფულს შევავლობ და კიდე უფრო უმეტეს უკეთესი იქნებოდა. მაგრამ სამწუხაროდ ეგრე მარტივად არ არის ყველაფერი. ეხლა მთავარია აქ რომ ნიანგი არ შევხვდეს ჩვენ და მაგან არ გვიკვინოს ფეხებზე. ჩვენ სტუფლებზე. თორე რობოკოპი რაღაცა თამაში არის კიდე, ეგეც ძალიან საინტერესო იქნება, ნაყიდი მაქვს, უკვე ალბათ ერთი თვე იქნება, მაგრამ არ მითამაშია. ანუ ბევრი თამაში მაქვს, შეიძლება რომელიღაც თამაში მქონდეს ნაყიდი რაღაცა 2-3 წლის წინ და აი გადმოწერილიც არ მქონდეს ელემენტარული. თამაში კიდე სხვა არის. რაღაცა ახსენდება ეხლა კიდე. Richie needs to work this shit out with Georgie. Well, he ain't got no fucking choice.
ოჰო. კარგი, მე მგონი ახლა ჯობია რომ სნაიპერი ავიღო, იმიტომ რომ პრინციპში ეს სნაიპერი არ ვარ გაარაფრად, მაგრამ ის მაინც რომ შემეძლოს რომ აი მოიცა ხო, ვეთი შემიძლია რომ თითქოს აი დავინახო ეს ადამიანები. მოდი ისე შევთქვანაებოთ, იმიტომ რომ აქ ახლა მომიწევს ახლოს ბრძოლა მე და რატომაც არა. მანამდე კიდე საილენსერიან პისტოლეტი, ანუ ცოტა ჩუმი რო ვიყოთ. მე მგონია რომ მეტი იქნება, მაგრამ რატომღაც ერთს მიჩვენებს აქ. კაი. ეს ერთი. სახში არავინ არა, აი გუგა მომწონს და აგერ არის კიდე 4 კაცი. დუშეტი მესკი დამინახეს. აი რა ვქნათ ახლა მივეპაროთ ამა და ისე მოკლედ ნენელა თუ შეუვარდეთ და ამოხოცოთ. ვინ მოკლედ პირველი? მოდი ამას გავიყოლებ ჯერ. აი, ნუ არ გამოვიდეს როგორც მინდოდა რა, მაინც დამინახეს. ნუ რა თქმა უნდა, ხა დამინახავდნენ. თავარია ის არ გაიქცეს რა, ანუ არ მინდა ხა კიდე გზდემოდა რაღაცეები და კიდე რო ვჩუნდები ეგეც, იმიტომ რომ ვიმე არ მოგდე. არა მაქვს რა ის HP-ოთ რაღაც გია მაგას. ანუ წეს რო დააწევები და რო გემანდება სიცოცხლე. და რო ვჩუნდები ეგეც, იმიტომ რომ ცოტა ფოკუსი მჭირდება თამაშზე, თორე ისე ვერ გავალ ამას. გამოყავით, მიდი. ამას არ ვიცი რა ქონდა, მაგრამ იმდენი დამაკლო, რომ სადაც არის მოკვდები. მე მგონი მეორე ბარი რო არის ხო ხდებით, ანუ ქვემოთ აი იქ მაპის ზემოთ ერთი მწვანე ხო არის ნახევარზე. მაგას მეორეს მე მგონი ვერ შევივსებ იმ შემთხვევაში თუ ის ჰილი არ მაქვს. აი. ეს კი მოვყალი ყოველთვის, მაგრამ კიდე გამოდიან. რატომღაც მგონია რომ ეს იარაღებია ვერ აკლებს ვერაფერს ამ ხალხს. და მიზანი აქვს კიდე ძალიან დიდი ამ იარაღებს. ეგ გაიყო ხა. ოპა, კაი, ეს კაი იარაღია, ესეთი გვინდა. ესეთი გვინდა უეჭველე. მოდი ფულები ავიღოთ იარაღიდან, რაც დააგდეს. და მე კიდე გამოვიძახებ იმ რაღაცა მანქანას და მაგ მანქანაში კიდე მაინტერესებს, ანუ შემეძლება თუ არა upgrade-ი, ანუ რაღაცების გაძლიერება, აი სკილების. უნარები რაც მაქვს, მაგრამ რა უნარები მაქვს? აღარც მინახავს ყველაფერი. თავიდან რო ამომიგდო ეგ მანქანა და თავიდან რომ მოვიდა, მაშინ ნახე და მე რაღაც შემოწმებია თქვენ ციცის პრინციპში ეგ. მოიცა. სინაში ჩემი ტყუე ვერ გადის, მაგრამ ამათი გადის? თუ ეგ რა ხდება ახლა? გიორგიმ გამოგზავნაო და ხო? რომ მოვკლა გიორგი. რა ჭკვიანი ხალხია ესენი. ხო, აქ კიდე სხვა პერსონაჟიც იქნება მაფია 2-დან, თუ არ ვცდები. აი მოხუცი კაცი ლეო იქნება მე მგონი, მაგრამ პრინციპში ლეო ისეთი მოხუცია რომ მკვდარი უნდა იყოს ამ პერიოდში, მაგრამ არ ვიცი, ნახოთ, რაღაცა შევამჩნია ესავი, თითქოს რომ ლეოც იყო აქ. ეს რა კაი იარაღია, პროსტ ტყუები აღარ მაქვს ხა ამაში. არა უშ, რამდენსაც ავიღებ ხა ძირიდან თუ ამათაც. ვეიმე. ამ დილას ვისწავლეო სროლაო. გეტყობოთ. არა, კარგად ვისწრი მე მგონი, რავი, რას ფიქრობ თქვენ? ჯერჯერობით არა, ნუ პრინციპში ავაცილე რამდენიმე, მაგრამ იმის და მიუხედავად რომ დიდი ხანი არ მითამაშია, საკმაოდ კარგად ვისწრი მე მგონი. კიდე მართლა რჩევა იყო რომ ფული შეინახეო სეიფებშიო, მაგრამ შევინახავდი უბრალოდ ერთი ისა რომ მეზარებას ავით რომ აი სახში მივიდე, მე შევინახო, პრინციპში უნდა გავაკეთებდა ეგრე, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ფულს მართმევს და მოკვდები. აი მოიცა. ვიცი რომ რაღაცა იმალებიო.
გამოდიო და მალე მოვაგვარებ ყველაფერს რა არ გეტკინებაო. მინდა რომ გავატყავო ეგო. აქ თუ მარტო 2 არიან, ამათ როგორმე მოკლავ. ისე ანუ ჩუმად რა. კაი, ერთი წამი მაპზე არ გვინდა რაღაცით შეიმიძლია რომ შევცვალო იქ. მაგრამ როგორ უნდა ვისრულო აღარ მახსოვს. Q-ს დახმარებით არა, კონტროლი არა, C არა, Alt-ი. აუ, ეგ შემთხვევით ავაგდე ხა მან. კარგი, თუ გამოხვალთ ეხა მაქედან კაის იზამთ. ამას მოვიშორებდი ჯერ, მაგრამ ამ ორის მოშორებაც მინდა აქ. კაი, მოიცა. ეს ერთი. კიდე ეგერ არის ერთი. ამ ორს ხავზე მოვიშორებ აქ. მოიცა? სოიგარ. რა თქმა უნდა პრინციპში მე მგონი გამოყენებაც არ იქნებოდა აქ საჭირო მანდ ვუდუ რაღაცეების, ანუ რაღაცა ლიმონკასავით რო ვისროლე ვითომ, რომ ყურადღება მიექცია, მაგრამ ისე მაინც ვერ იმუშავა როგორც მინდოდა რომ იმუშავა. სულ გამოვიყენა ეგ. ეხა კიდე ერთი აგერ არის. 4 არიან, ხო? დიდი ვარაუდით ამას ავაცილებ და თან კიდე როც მოვარტყა ეს დაინახავს, ხო და მოდი აქედან გადავალ. უი, აქ წყალია. კაი. ესე. ეხა აქ რო ავიდე დამინახავს ეს და პრინციპში რატო ვცდილობ რომ სტელსით გავიდე, არ ვიცი როცა შემიძლია რომ ესენი მარტივად მოკლა, მაგრამ ეხა უკვე ამ ხელაზე რო გავიდი სტელსით, ბარემ რაღაცო ანუ ავაწიო უკვე ესენი, ჯობია რომ შუმად ნენელა წნარად გავიდე. დაინახეს? დაინახეს როგორღაც. დამადებითი ხალხი მოიყვანეს აქთან. როგორ დამინახეთ კაცო, ანუ ამდენი ხანი? ნუ არავის საცარი არის. მოდი ეს ავიღოთ ახლა ბარემ და მივიდეთ და მოვყავთ ჩვენი ეგ დუშეტიო თუ რაღაცა. So. გეგონება რომ აიმბოლტი მაქვს, მაგრამ ჩეთებს რაღაცებს არ ვიყენებ აქ. დამშვიდით, არაფერი არ მაქვს, ისიც ჩაგდებული. აი, მოიცა ლიმონ, მოდი ეს ვისროლოთ. ეს ადვარ დაიწუნა და. ერთი დარჩა და ესეც უკვე მოგვიდა. So. კაი, გამოდი ეხა, აი როგორ არ მომწონს, როცა ამდენ რაღაცა ხალხს ტენის რა ეს თამაში. კიდე ეხა ვინმე? ისა რა ქვია, საშინელებოთა რაღაცა გზასავით არის თითქოს, მაგრამ აქ მაქეთ არა. სხვადასხვა აი ბავშვობაში მე მგონი 13-ის ვიყავით რაღაც ეგრე და ქობულეთში ვინც არის ის, ნუ პრინციპში ვერც ეცოდინება, მაგრამ პარკივით არის რაღაც ციცინათელა ქვია და მანდ რავი კაცივით ვიგზენი ალბათ თავი ეგ ძალიან დიდი ხნის წინ იყო. და გადავწყვიტე რომ მოდი ეხა შევალ საშიშ სახლში ხო რა. დაახლოებით ესეთი იყო, ზუსტად ესეთი იყო პრინციპში. დაახლოებით. ხო და იქ პატარა მატარებელებით იყო გემის მაგივრად და მისით მიდიოდა რა ეგ მატარებელი და ისეთი რაღაცა მოხდა რომ ბილეთი ვიყიდე მაგ სახლის და ბილეთი რო ვიყიდე, ნუ სხვა გზა არ მქონდა ეხლა რა, ანუ ვერ დაველოდებოდი სხვა ადამიანებს, იმიტომ რომ ჩემი ჯერი მოდიოდა უკვე და ისეთი თემა იყო რომ მარტო მომიწია შესვლა და ვერ დაველოდებოდი, იმიტომ ვთქვი რომ ეხლა ვერ ვეტყოდი იმას რომ აი მეში თან მაშინ ვითომ კაცობდი რა და ვერ ვეტყოდი ახლა იმას რომ აი მეშინია და არ შევალ ჯერ მარტო თქო დაველოდები სხვას, ანუ 8 კაცი უნდა შესულიყო თუ არ ვსწრები და 8-ვე რო შეივსება, მე ერთად შევალ თქო რა
თან ეხა მსგავს ადგილზე რო შედიხარ, სხვა ხალხთან უფრო კარგი არის, როცა ემოციებს იზიარებ, ვიდრე როცა მარტო ხარ. ხო და ნუ არ მოვიდა არავინ. მომენტია რომ შესულიყავი მარტო. თან მე და მშობლები ვაპირებდით იქიდან მალე წამოსვლას და რამდენი ხანი უნდა მეცადე ხა ვიღაცისთვის. შევედი და ნუ მაგრად შემეშინდა. აი მართლა მაგრად მეშინოდა. თავიდან სიბნელე იყო სრულიად, თან მაშინ პატარა რო ვიყავი კიდე ყველაფერს მჯეროდა. ხო და აი რო ვიჯექი იმ პატარა კარტაზე თუ რაღაც ესეთი იყო, რომელიც მისით მიდიოდა, თავი ჩავხარე პროსა და არც ვიყურებოდი რა ხდებოდა, მაგრამ მე დავფიქრდი და მეთქი რისი მეშინია ამ ხელა 14 თუ 13 წელს კაცი ვარ თქო და ავყავი თავი და მაინც გავბედე რომ შიში ჩამეხედა თვალებში. და აი ნახევარი გზა კი გავიარე თავჩახრილი და არაფერს არ უყურებდი, მაგრამ ნახევარი გზა გავიარე ისე რომ უყურებდი ყველაფერს. და რო გამოვედი იქიდან ისე რავი აი მეგონა რომ აი სოფლიოს ფლობდი. რო რაღაც წექშიში დავძლიე, მეთქი ვსო ყველაფერი შემიძლია უკვე თქო, არაფერს არ მეშინია თქო, აი მაგის მერე მე მგონი სიბნელეშიც კი ისე დავდიოდი რომ არ მეშინოდა. ანუ ადრე მაგალითად მეშინოდა რომ მეთქი ბაბაიაგან ვიღაცა იქნება თქო სიბნელეში. გუდიანი კაცი მაგივრად. მაგრამ აი რაც გამოვიდი მაგის სინათელიდან მის მერე პირიქით მინდოდა რომ სიბნელეში ყოფილიყავი რა, ისე ბოდიში და ისე დიდი კვერცხები გამეჟარდა ალბათ ან არ ვიცი. როგორ შეძახიან მაგას. კაი, მოდი ამას ახლა გავლახავ. და მოიცა. ვსო. აბა? რამე ექნება ახლა ამას თქმელი თუ არაფერი? ეგ რატო გამახსენდა ვაფშე? პრინციპში გასაგები არის, იმიტომ რომ მსგავს ადგილას დავარ ახლა მოსული და მაგით მოვყვები ეგ ისტორია. ბევრი ისტორია ისეთი რაღაცაა, რომ აი ამას რა უნდა აქვს? I'm not here to steal your heroin, Richie. I'm here to make you pay for what you did to Sammy and Ellis Robinson. მოიცა შენ ვაკ იმიტომ ხვედიო რომ ჩემი ჰეროინი მომპარაო და არაო მე შენი ჰეროინის გამო კი არ მოსულა რო აქო სემი ჰერისონს რაც უქენიო მაგისთვის მოვიდიო რომ გადაგიხადო სამაგიერო. მე არაფერი არ მიქნიო მაგასთან გამშევითო. მე დაგინახე როგორ დანა ელისო. ვერაფერს ვერ უკეთებდი მაშინ, მაგრამ ეხა შემიძლია რაღაცა გავაკეთო. გიორგი სიდია იყო ეგო, ჩემი იდეა კი არ ყოფილაო. მისი ხალხი იყო. მას უნდოდა რომ ელის წასულიყო, მე კი არაო. რა უნდა მექნაო, არა მეთქაო? ან არა უნდა გეთქვა, ან კიდე უნდა მოგაგალითო. ეხა უკვე ცოცხალი ვარო და მისმენეო. Decent thing would be to let a man get in a prayer before you kill him. You can pray on the way up. მოკლედ, კარგი ადამიანი იყავი და ლოცვა მაინც მაცადეო და შენ რო შეგიძლიაო რომ როცა ახოლოს ზემო თუ ანუ გზაში ილოცოო რა. პრინციპში შეეძლო მაგას ეხლა რომ თავი გადაერჩინა. დუშეთი რო დავინახე რომ ეკიდებოდა იქ რომ არ მჯეროდაო ეგო. მსგავსი რაღაც არასოდეს არ მომხდარაო. მაფიის ბოსები ერთმანეთს კლავდნენო ეგრეო, მაგრამ ნუ მსგავსი გამოჩენილი ღონისძიება ვიღაცა მაფიის ბოსის მოკლისო არ ყოფილაო არასოდესო. ძირითადად როცა მსგავს ადამიანს მოკლავდნენო იყო რაღაცა რესტორანშიო, სადაც აი ჭამის პროცესშიო ვიღაცა ესროდა თავშიო და ვსო მორჩებოდა მანდო. და ესენი ვერ ხვდები, ანუ რეალური ცხოვრებიდან მოაქვთ რაღაცა მაგალითები და რეალური ცხოვრებაზე არის თამაში დაფუძნებული თუ პროსტა ვითომ AI-ის გაკეთებული რაღაცა ფოტოები არის და ეგენი არის ჩაგვეხებული აქ. ვაკვირდები დიდი ხანია და მიგვირს. ეს განსხვავებული იყო. მაშინაც კი სანამ გავიგებდი იმას თუ ვინ მოკლაო რიჩიო, ვიციო რა, ვიცოდიო ვინც მოკლაო. ლინკოლნი ნავარჯიშები იყო CIA-ის მიერო. აშინებდაო ეკო ხალხსო და ლინკოლნს უნდოდაო რომ ცოდნოდა ხალხს რომ ყველას მოკლავდაო ლინკოლნიო, იმიტომ რომ ნუ ჯარში ხო იყო ეგ და CIA-ის მიერო კიდე გამოცდილება აქვსო. და ალბათ იმიტომ გააკეთა ეგრე გამოჩენილა და აი ხო შეეძლო იმ კაცს მე ხო თქვა რომ ბევრი ადამიანი უმამს გავს ყოლობებს ვაკეთებსო ჩუმადო რა რაღაც რესტორანშიო და დიდ ღონისძიებასო არ შლიანო, მაგრამ
ლინკოლნმაო გააკეთავ ესე, იმიტომ რომ უნდა დაურო ხალხს დაენახაო და კიდე სხვა მაფიის ბოსებსო, რომ ნუ შემდეგიო თქვენ იქნებითო. აჰა, ეგენი არ მაინტერესებს კიდე, მე ხარ რაც მაინტერესებს არის რომ აქედან გავიდე. არ ვიცი ყველგან წყალი რატო არის აქ. აქ მაინც რა მოხდა? ფლორიდაში ვარ თუ რა, ანუ რატო არის სულ ესე ყველაფერი წყლით დაფარული აქ? მოიცა ეს რომელი ადგილია სადაც ერთად მაპზე ვნახოთ? არა და მეგონა რომ ეს ჭაობი იყო, მაგრამ რეალურად აქ თურმე მოსახლეობა ყოფილა. და ეთყობა დაიტყორა ყველაფერი, მაგრამ როგორ ეგ არ ვიცი, არ ჩანს სამწუხაროდ. კაი, გასაგები არის. ანუ მანქანითაც იგივენაირად მომიწევს აქ მოძრაობა, როგორც ნავებით და მსგავსი რაღაცებით. მივიდეთ ახლა მანდ, მე მგონი კიდე ერთი ისეთი უაზრო მისია არის. ალბათ მაგასაც გავალ და მე ვნახოთ რა იქნება. აქ თუ გადავხდები, კაი იქნება. სამწუხაროდ ვერა. კაი, უკან მაინც ჩავიდე იქნება. ჯანდაბას. დავიკიდოთ ეგ. ფეხით მივალ. მოკლედ ვერ გავიგე ის თუ როგორ უნდა გამომეყვანა ეს კაცი აგერ შვაგზაში უაჩერებს და ნახსა გააჩერა ხა კიდე. ხო და ყველაფერს დავაჭირე ხელი და მოლოტოვი ვისურვე შემთხვევით. ესე იგი, უკან ვაფერხებთ გზას, მაგრამ არა უშავს. ეხლა მაინტერესებს მე აქ რაღაცა პერკები და ესენი ხო. როგორ შემიძლია ესენი ავიღო? პირველ რიგში მჭირდება ძალიან ბევრი ფული და ყველაფერი არის დაბლოკილი კიდე როგორც ჩანს. ანუ ამათი გახსნის თავი არ მექნება დიდი ხანი. მაგრამ ფული რამდენი მაქვს? $9,000 თითქმის. მოდი ერთი ეს ვიყიდოთ. ესაც ვიყიდოთ. დამჭირდება მაინც ბრონიშირეთი. და რა შეიძლება იარაღებს? რა იარაღები მაქვს ახლა მე? ტომიგანი მაქვს, ერთი პისტოლეტი მაქვს კიდე რომელშიც წვიებს ვიყიდი. ესენი არა პისტოლეტები შემეშალა. აი ეს. და ოპა, სო. სამწუხაროდ აფრე, ანუ ვერ უნარებს ვერ ვიძლიერებ, მაგრამ ეგ არაფერი. კიდე აქ მართლა ერთი მოშორდი მაგას. ერთი ის, რა ქვია, რაღაცა ელექტრო მოწყობილობასავით, რომელიც შემიძლია რომ გავტეხო და მაპზე თუ რამე არის, მაგას მაჩვენებს. ოპა. და ოპა. ესე უცებ მარტივად და ნახოთ ახლა რეებს მაჩვენებს ეს მაპზე. თუ ის არის, რასაც მე ვფიქრობ, რომ არა. ეს ვერ გავიგე რა არის პრინციპში, ანუ რაღაცა ფიუზი არისო რა, რაღაცა დენივით არის თითქოს მოწყობილობა, რომელსაც ჩააკვეხებს რაღაცა და დენიდან რაღაცა მსგავსი ჩაერთვება, მაგრამ არ ვიცი რა, ანუ ვერ გავუგე მაგის მნიშვნელობა. ესე როგორ იჟანგება მანქანები კიდე ნახე, აი თლიანად ყავისფერია თითქმის. ეხლა მოვიდით ჩვენ იმ ქალთან კიდე, დიდი ვარაუდით მისიაზე უნდა დაველაპარაკოთ იმასთან დაკავშირებით თუ რაც თქვენ ინტერესს გავაკეთეთ და მე ვნახოთ რას გვეტყვის. ფულს კიდე რაც შეეხება თქვი რომ მეთქი მეზარება ჩადება თქო, მაგრამ პრინციპში $5,000 დამჩადა, ეხლა ღირს მაგის ჩადება? არ ვიცი. ჯერ გავიაროთ ეს. დუშეტი მოკდაო. ჰალო, შენი არის ანუ ეს ადგილი რა. ნუ გავიგეო რომ რაღაცა დაკიდეო რა ეგო. ელისი მოკლაო მაგანო. რაც დაიმსახურაო რა რაც მოვიდაო. He will bathe his feet in the blood of the wicked. ვინც მართალი არისო, ისო ისიამოვნებსო რა, ვითომ შურისძიებითო და საკუთარ ფეხებსო დაიბანსო ცუდი ადამიანების სისხლშიო. და ხო იცი როგორ ორივე მხარეს გადისო. ანუ ვითომ იმათ მორო გადაგვიხადეს სამაგიერო ისინი იყვნენ იმათ გონებაში მართალი და ვითომ ჩვენ სისხლში ფეხები დაიბანეს, იმიტომ რომ ჩვენ ცუდები ვიყავით იმათთვის და იგივე გავაკეთეთ ახლა ჩვენც, რომ ვითომ ჩვენს შურისძიებით გადავხადეთ იმათ. და ვითომ ცუდი სისხლი, ანუ იმათი სისხლით ფეხები დავებანეთ. Wiped out half our number. If I was them, I'd get over it. We don't have time to go around coddling people. Of course not. But gestures carry weight. And if you were to help my man Emmanuel, that's a gesture that would go a long way in calming nerves. What's he need? He oversees my reefer operation over at the boathouse. Help him, and I'll see to it you get a portion of the profits. Just so we're clear, I'm expecting a cut of everything, not just what comes from selling weed. It's gonna cost a lot of money to take down Marcano. Don't worry. I'll make sure you get your money.
ესე იგი, ამის კაც უნდა დავეხმაროთ ახლა. მე მგონი ბაკას მკვლელობის მერეო რაღაცები ხდებაო, რა საქმეებიო ახლა ისე მაგად მშია, რომ თითქოს აი ვერ ვიაზრებ რას ვამბობ და რას ვლაპარაკობ, მაგრამ ეგ არაფერი. ნუ მოკლედ დამეხმარიო რა, პორტჩიო წადიო, ერთი კაცი არისო და მოიშორეო ეგო. და ნუ ფულს მოგცემთო. მაგრამ ამან უთხრა მერე რომ მეო მარტო ნარკოტიკის გაყიდვით კი არ მინდა ფული რო ავიღო. სხვა რაღაცების ფული სამჭირდებაო თქვენგანო, იმიტომ რომ მარკოს მოკლო ეგრე მარტივი არ იქნებაო. და ნუ ველაო რა, მოგებაო რაც იქნებაო, მაგას მოგცემთო. ეხლა უნდა წავიდეთ ჩვენ აი აქ და დაველაპარაკოთ ჩვენ დონოვენს. დონოვენი არ მახსოვს ვინ არის, მაგრამ ნუ მან რომ მივალთ გავიგებთ მაგასაც. დაველაპარაკები ხა მაგას უცებ და მე კიდე ვიდეოს დავამთავრებ, იმიტომ რომ მაგად მშია ძალიან და თან კიდე 6 საათი მომიწია გაღვიძება. არაფერი არ მიჭამია და ყავის გარდა არ ზამილები არაფერი. ხო და აი კათიშვილი ვარ. როგორ ლაპარაკობ და რას ლაპარაკობ და რას თარგმნი, თითქმის არ ვიცი. მაგრამ ეგ არაფერი. და კიდე როგორ ჩანს, ანუ 300 მეტრი არც ისე შორია აქ. ნუ მანქანით დავდივარ ახლა და არც უნდა იყოს შორი, მაგრამ Witcher 1 დავხურე, Witcher 2-ს დავხურე. ეხლა Witcher 3-ზე გადავედი, მეორეჯერ ხურავ. ნუ 2019-ში დავხურე Witcher 3 ერთხელ, მაგრამ მაშინ კიდე გეუბნებით ცოტა პატარა ვიყავი და რაღაც ალბათ ვიქნებოდი 16 შეიძლება და ან 17-ის და არ ვიცოდი რა, არაფერს არ ვთარგმნიდი და არაფერს არ ვკითხულობდი, ხო და აზრი ვერ გამოვიტანე მაგ თამაშიდან, ხო და ეხლა მაგით ვხურავ მეორეჯერ. და 300 მეტრი იქ საკმაოდ ბევრი არის. ესო იჭდებაო სულ და არ მუშაობსო რა. თუ მზად ხარო, სხვა რაღაცების ნახოთო. კაი, მაჩვენეო, აბა რა ნახეო. აი. ორი ცუდი ადამიანი არისო აქო. და უნდა ამოვირჩიო ალბათ, რომელი მინდა რომ მოვიშორო ჯერ. თუ მაინც ორივე შემეძლება რომ მოვიშორო, მოდი დავიწყოთ ამითი. Oh yes, Point for Dunn's favorite son, Thomas Burke. Thomas Burke. Denis mere როგორ არისო? 9 კვირის მერე ბურკი რომან შეხვდაო. He fires off 10 Trolley იყო და იერავს აკნევდა ვაკეთიკეთო. ათი კვირა ისროლაო, მაგრამ სხვა რაღაცას გაარტყაო შემთხვევითო. მერე გალახესო და რაღაცა მიაგდესო. Busted up Burke's leg with a tire iron. That's why Burke was willing to go along with the robbery. He thought it'd make things square with Sal, and he'd be able to get Point for Dunn back. You always struck me as an asshole. Yeah. Όλის მეგონა რო ეგ იდიოტი იყო ვიღაცაო. But he hates Marcano. ნუ ხო როგორც ყველა ირლანდიელიო. Yeah, all right. Least I can do is give Danny's old man a chance for a little payback. ეს არის? Oh fucking hell. მედი кай ფოტო ვერ ნახეთ He's მაგისი. been spending his time in a dive bar up in Point for Dunn. მოგეთ ბარში არისო ეგო. დაფიქრიაო. Too hard to find. რთული არ იქნება მაგის Worth ნახვა. all this trouble. შენთვის აჯობებს რომ ეს ყველა პრობლემა ხო შემიძლია რომ ორივე ავიღო ხო არ ავიღო ბარემ ესეც არა იყოს 3000 მეტრში არის თითქმის ანუ რაღაცა 1 მილი და ნახევარი დაახლოებით აი რა პრობლემაა ოღონ მაგას უკვე მეორე ეპიზოდში გავაკეთებ და პრინციპში არ შემიმჩნევია ის ფაქტი რომ ყველაფერი მისია რაც იყო გავაკეთე შვაღამეს და ეგ ცუდი არის ალბათ იმიტომ რომ ბევრად უფრო ლამაზი არის ხა ეგრე დილას მაგრამ არ აუშვეს ნუ მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო იმედია რომ ვიდეო მოგეწონათ თუ მოგეწონათ ვიდეო დაალაიქეთ გამოიწერეთ არხი და ჩვენ კიდე შევხვდებით ერთმანეთს შემდეგ ვიდეოში იმედია რომ უფრო საინტერესო იქნება ეხლა წავედი წარმატებები ყველას და დროებით